ნინუცა ეხა უნდა გითხრა რაღაცა სულ გულში მაქვს ეს ჯადებული აი მე მგონი იწყება ეხა იწყება ხოლმე მე არც ადავტრიალებდი და საერთოდ არც არავინ არ ვიყავი და ეხა რა ვიჩხუბოთ ეხა რა ვიჩხუბოთ ტელევიზიიდან გადმოვარგებულებს გვეძახიან ხოლმე რა ის ჯადოსნურობა რაც პირდაპირ ეთერს აქვს მოდი ვთქვათ რომ ვერაფერი ვერასოდეს ვერ შეგიძლოს რა მოწონს მასას და რისი კეთება მოგწონს ჩვენ ვიღაცა არასწორი ადამიანები გვაპირისპირებენ ერთმანეთს გახსოვს რომ აგინებენ ოღონდ პირდაპირ სიტყვებით ვაგინებენ ქუჩაში რომ მოვიდეს ვინმე და სილა გაგაწნას დაახლოებით ესეთი ეფექტი იყო რო დავტოვე და წამოვედი აი რაღაცა ჩემი ნაწილი გაყვა მე მტკიოდა კარგი დედა ვარ ეს არის კითხვა რომელიც ალბათ ცხოვრება გამყვება არ არის აუცილებელი პირველ შეყვარებულს გაყვეცოლად ან მაგიტო მოხვედი რომ ეს მიქნა ეხლა დარცხლა გენატრება შენც გენატრება გვენთვის ხო შევაქოთ ჩვენი თავი მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გვანცას პოდკასტს და ძალიან კარგი სტუმრები მყავს დღეს. და ვაპირებთ რომ გემრიელად ჩავჭარავდეთ ნინუცა ორჯონიკიძე, ანა კოშაძე. ძალიან დიდი მადლობა გოგო. ძლივს მოვიხელთ ერთად, იმიტომ რომ ერთი ალთას არის მეორე ბალთას და სტუდიაში ძლივს დავამტყვი ერთმანეთს. და ძალიან მიხარია. არ ვიცი ხა თქვენც თუ ეგრე ფიქრობთ, მაგრამ ძალიან ხშირად ტელევიზიიდან გადმოვარგებულებს გვეძახიან ხოლმე რა. კი. დაუპატიჟებელი სტუმრები YouTube-ზე. ხო და რაღაც ეს აზრი გამიშთა რომ ეს მინდა და თქვენთან განმეხილა რა და ზუსტად მაგიტო ვართ ეხა ერთად და თქვენც თუ შემოგვიერთდებით გაგვაგებინეთ რომ გვისმენთ და ჩვენი კონტენტი მისაღებია თქვენთვის ამოგწონთ. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ გვანცას პოდკასტის არხი, დაგვიკომენტაროთ, ლაიქებსაც თუ დაგვიწერთ, კარგი იქნება. აი, არის მართლა ეგ ეს რა ქვია, შეგრძნება, ნუ ხა შენ უკვე მეტი გამოცდილება გაქვს ამ სივრცეში, მგონი ჩვენ შორის პირველი შენ იყავი, ჩვენ სამში შორის, ვინც ამ პლატფორმაზე თან ძალიან ისეთი რთული კონტენტით შემოვარდი და არის ეგ მომენტი, რომ აი ტელევიზიიდან ვინც მოდის რა უნდა გააკეთოს YouTube-ზე და როგორ უნდა გააკეთოს? მოდი გავყოფდი ორად, მაყურებელს და თვითონ YouTuber-ებს. თვითონ YouTuber-ების აი ნაწილი იყო ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ ჩვენ სფეროში ხო როგორ აი რომ მიდიხარ ახალი რო ხარ ტელევიზიაში, იქ უნდა დაიმკვიდრო თავი, უნდა მოაწონო, უნდა გახდეს სანდო და აქ ყველა YouTuber-ს ვისაც დაურეკედა ვთხოვე რომ კოლაბი მინდა, იმიტომ რომ YouTube არხს ვიწყებ, ყველა დამეხმარა. და არავისგან არ მიგწვნია, რომ აი სხვა ვარ, უცხო სხეული ვარ, ან არ ვუნდი ვარ. თუმცა მაყურებლებს ქონდა თავიდან რა რაღაცა ძალიან სატელევიზიოდ ლაპარაკობ. ალბათ უფრო იმიტომ, რომ შეჩვეულები იყვნენ, რომ ტელევიზიაში იყავი და მაინც შენც მოყვება რა ეს რაღაცა დისციპლინა გიჭირს წელში მოხრა, რაღაცა სიტყვა რო გაგეპარება ნერვიულობ და გინდა რომ მოჭიმული იყო და იდეალური და მაგრამ ნელ-ნელა რო გავიდა, ეხა აღარა აქვთ ეგ. ესე იგი, მე როგორც ვაკვირდები, ორი სრულიად განსხვავებული ფორმატი და საქმიანობაა, რა თქმა უნდა. მაგრამ ტელევიზიაში რატო გქონდა ეგ შეგრძნება, რომ აი რაღაცა არ გიღებდნენ? იცი შეხედე ტელევიზიაში მივედი გვიან 30-ის ვიყავი, პირველი ეთერი მქონდა 31-ის რო ვიყავი. იქ ადამიანები მივიდნენ 15 წლის ასაკში, 17 წლის ასაკში, როგორც შენ, იწყებენ ხო პროფესიულ გან მარკეტინგის სფეროდან როგორც ანა ხო? ანუ ამ წრეში ტრიალებდი, მე არ სადავტრიალებდი და საერთოდ არც არავინ არ ვიყავი და ვიღაცა არ საიდან რომ მოდის იქ სადაც ხალხი მივიდა თავისი შრომით წლების განმავლობაში, ხა ეს ძალიან დიდი სისულელეა რომ მიგიღებენ რაღაც ისე რა მარტივად ხო უნდა დაამტკიცო რომ შენ სიმსახურებ და გააქვს რაღაცა ის ნიჭი შრომა ხო ხვდები რომ იმსახურებ იმ ადგილს და მე არ მწყენი ეგ მესმის რომ ეგრე მოვექცევი სხვას ანუ ხო უნდა დაიმსახურო ჩემ შულს რასაც ვასწავლი რა მაგიდაზე ადგილი უნდა დაიმსახურო და უნდა დაიმსახურო შრომით აბა რა ყველა მიგიღებს ეგრე? ხო, იცი რა არის, აი ამბობენ, რომ დღეს ახლა ამ ციფრულ ეპოქაში ყველას ძალიან გაუადულ და ყველას უჭირავს ტელეფონი და რასაც უნდა იმას იზამს და დადებს TikTok-ს და გაუარდება რა. ანუ ეს საქმიანობა, რაშიც ჩვენ ყველა ერთად ვართ, ხო? ძალიან მარტივად აღიქმება ზოგჯერ. მაყურებლის მხრიდან ეგრეა?
კი, არა მარტო მაყურებლის მხრიდან, ჩემ მეგობრები როგორ მეუბნებიან ხოლმე, იცი რომ აუ წამიყვანე რა გადაღებაზე, ანუ აი მე რო ვუთხრა რომ დამასწარი რა საქმიან შეხვედრაზე შენთან ოფშაი რა მოხდა რა, იქ შემოვაწყო ფეხებს მაგიდაზე. ჩუმადე იქნები არ შეგაცო. მე სერიოზულად ხო? დღემდე ესეა? კი, დღემდე ესეა და ნუ ჩვენი კონტენტი რაც არის ჩემი და ნინუცასი ხო არის გასართობი რაღაც სიამოვნებასთან ასოცირებული მოგზაურობა ჭამა ხო? ამიტომ თვლიან რომ ეს შრომა არ არის. არა და არის დიდი შრომა, თუმცა რა თქმა უნდა სიამოვნებაც არის. არ ვუკარგავ ამ სასიამოვნო ნაწილს ჩემ საქმიანობას. არის მსახიობების პროფესია რა ხალხს გონია რომ არის აი გართობა და კინოს გადაღება არის გართობა და აუ როგორ ერთობიან ალბათ და ნუ ვინც ერთი დღე მაინც ყოფილა გადაღებაზე იცის რომ რა ვიცი ერთ-ერთი ურთულესი პროფესია. გართობაც არის, სასიამოვნო ნაწილიც ახლავს, როგორ თქვა რომ ძალით ვაკეთებ ამ ყველაფერს, თუმცა აი მომზადების პერიოდი, რა თქმა უნდა, შრომა ტევადია, რისერჩი, შეთანხმება, ეხლა რაღაც პროდიუსერული ამბები ცალკეა, ხო? დაგეგმვა რომ ახვიდე, ამინც დაემთხვა, ხა შენაბობდი რომ რთული იყო ორი ერთად, ორი მაწანწალა. ადამიანის ერთავ მოყრა ქალაქში და ყველაფერი აქ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ სასიამოვნო სირთულეებთან, ხო? არა? ნინუცა, მე შენს კონტენტს რო ვუყურებ ხოლმე, თან მე პროფესიულად ხვდები იმის უკან რამდენი გადაღება დღე დგას, რამდენი ადამიანი დგას კადრის მიღმა, ვთქვათ, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ესე თუ ის კადრი, რაც შეიძლება რაღაცას ტოვებ, რაღაცას არ ტოვებ რა. მოდი, აი მოყევი ერთი ეპიზოდის რაღაც აი პროცესი, რას მოიცავს ზოგადად. უი, ხო, აი მოყევი. მოკლედ ჯერზე აი სუ ეს დისკომფორტი მაქვს, რომ არხზე როცა ლაპარაკობენ, ნინუცა ქვია, ანუ ეს ცალკე სასაცილო ისტორია, რატო ქვია ნინუცას არხი, ანუ საერთოდ არ ვფიქრობდით რა მასშტაბს შეიძენდა და ესე შერჩა სახელი. მოყევი რა. არაფერი ღამის 10 საათი იყო, საერთოდ იდეა წამოვიდა აქედან, მე ნიკა და მარიშკა ვიყავით ჩვეულებაში, ქონდა ძალიან კაი რა ქვია, სიუჟეტი გაკეთებული, იმდენჯერ მოვყვევი, რომ მერიდება ამის მოყოლა ჩქარავიზმ. ხო, მაგრამ მაინც საინტერესო ისმინება მოყევი. ხო, იცის გადაღება იყო ფანტასტიკური, ტელევიზიაში ყველაზე მაგარი სიუჟეტი იყო იმ პერიოდში, ყველა მოყურათ, ყველა მიხალისა და გადავწყვიტეთ, რომ მოდი ზაფხულში შვებულებაში, არავის საქმე არ გვაქვს და მოდი ებავთ სადოთ რამე ჩავწეროთ. გავაკეთეთ ეს რაღაც ტესტ ვარიანტი. გურო ვიპოვნეთ და გურომ დაგვიმონტაჟა და გურომ თქვა რომ თქვენ თუ სულ ესეც მომიტანთ მე სულ გაგიკეთებთ ამას. და მეორე მხარე გაჩნდა რომ ჩვენ ვართ ყველა შემოქმედებითი ხალხი და საორგანიზაციო ნაწილში რა უბედურება გვჭირს ვერ წარმოიდგენ. აი შემოქმედება კი, აი მონტაჟი გამის სამამდე. იდეები რა უყო? ხო, აი 12 საათი გადავიღოთ, ავიდეთ მთისკენ წერილზე და იქ გადავიღოთ მზის ჩასვლა. კი, ეგ ვართ, მაგრამ ორგანიზაციაში რა ხდება, იცი, ორგანიზაციულ ნაწილში, ნუ აი დაუფრინავთ. ამიტომ ვთხოვეთ თამუნა კობერიძეს, რომ ეგება დაგვეხმარა პროდიუსინგი. ხო. და აი თამუნას მეშვეობით უკვე დაიწყა თამუნასაც სატელევიზიო გამოცდილება ჰქონდა პროდიუსინგში. პროდიუსერსაც. კი ბატონო. ნუ ეგ იმიტომ რომ ეს სხვა სტრესგამძლე ხალხი არის, ხო ხდები? აქ ანამ სწორედ თქვა, სულ რაღაცა პრობლემა არის ყოველთვის, ეს იქნება ამინდის გაფუჭება, რესპონდენტს ახლობელი გარდაეცვალა და ვერ იქნება არა და იმის ირგვლივ იყო აგებული და სულ რაღაცა პრობლემდება, ამიტომ ადამიანი ვისაც აქვს რაღაც შინაგანი სიმყარე და სიმშვიდე და ფიქრობს გამოსავალზე და არა პანიკაზე, ეს არის აუცილებელი ამ ტიპის საქმიანობაში. ცოტას მეც მოვყვები ნინუცას ბექს. იმიტომ რომ პირადად ბევრჯერ ვარ შესწრებული, ხო, და ნანახი მაქვს, ესე იგი მუდმივად მუშაობის პროცესში არიან, დაუშვათ სასტუმროში მოდიან და გეგმავენ, სულ რაღაც ტექნიკა აქვთ შეერთებული. გასატენად ტენის წყაროში. სასტუმროს სასადილოში, არ ვიცი ყველგან. რაღაცა იწენება. და კიდევ უფრო მეტი პრობლემები წამოიჭრება ხოლმე მათთან, ვიდრე დაუშვათ ჩემთან ან
შენთან. იმიტომ რომ შეიძლება საბურავი გაუსკდეთ, მანქანა ჩარჩეთ ტალახში რა, რა ვიცი, კი არის ხოლმე აღწერილი ეგ თავგადასავლები ეპიზოდებში, გადგებათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად დღეს ძალიან დიდი მოთხოვნა არის რეალითი ელემენტზე რა, ანუ ის რაც სინამდვილეში ხდება, აი ეგ რო აჩვენო. იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება 100 გადაცემა ჩავწერო, უსაინტერესო რესპონდენტები მოვიყვანო, მაგრამ ჩემი აბაზანის კარს რო გავაღებ და რო დავანახებ ადამიანებს, რომელ საცხს ვისვამ, იმაზე შეიძლება უფრო მეტი ინტერესი წარმოვიდეს. გამარჯვებული კაფელი თუ გამოჩნდა ხო საერთო ტოპ. იცი რა არის ხელოვნურების ეპოქა ჩემი აზრით, აი როგორც ვიზუალში, ჩაცმის სტილში, აი ყველაფერში უბრალოდ დასრულდა. იმდენი ხანი იყო ეს რაღაცა პლასმასის ვეძახი, ხო, აი მაკიაჟი, ხელოვნური გაკეთებული ყველაფერი ხელოვნური, ტიპიც ხელოვნური, აი მე ესეთი იდეალური ვარ, მე ესეთი ხო ხდები ყველა რაღაცნაირად ისეთი ვითომ ნამუშევარი და აი რაღაცნაირი ძალიან ხელოვნურები ვიყავით, მე მგონია რაღაცა დიდი დროის განმავლობაში და მგონია ხალხსაც მობეზდემთ, რომ ყველა მიცის, რომ არავინ არ არის ეგეთი იდეალური, ყველა მაგარი დაღლილია და რაც უფრო ნამდვილი ხარ, მით უფრო მისაღები ხარ, იმიტომ რომ აი მან ტელევიზიასთანაც სუსტად ეგ პარალელი შეიძლება გაივლოს, რომ რაც არ უნდა თავისუფალი და ბუნებრივი იყოს წამყვანიც და ნებისმიერი გადაცემის ავტორი თუ ვინც ჩანს სახე ტელევიზიის, არის ეტიკეტი, რომელსაც ვერ დაარღვევ. და YouTube-ზე გაქვს თავისუფლება. ახლა ცოტა ეგ ეტიკეტიც ძალიან ისეთი გახდა, ზღვარი ძალიან წაიშალა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ციფრული პლატფორმებით ჩანაცვლება იმდენად მიდის, რომ თითქოს ეხა პირიქით ხდება, აქედან იქით გადადის რაღაცეები ტელევიზიაში, რომ ეს მაყურებელი მაქსიმალურად ტელევიზიამ შეინარჩუნოს რა. და რაღაც ტელევიზიის მაყურებელი თან ძალიან ცუდად არ მინდა ჟღერდეს, მაგრამ დააბერდა რა, რაღაც ისეთი სეგმენტია გარკვეულ ასაკს ზევით, ხო? და ალბათ ეგეც არის მიზეზი იმის, რომ ინტერნეტ სივრციდან უნდათ ტელევიზიაში წამოყვანა ახალგაზრდა მაყურებელი. ვიჯექით, სულ ვამბობდით, რომ სულ ქონდა სურვილი, რომ ისეთი თემები გაგვეკეთებინა, რაც ჩვენი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნებოდა მისაღები. მაგრამ ამბობდნენ, ჩვენ ეგეთი მაყურებელი არ ყავს, ამ მაყურებელს არ აინტერესებს ამ ტიპის ამბები, მაგრამ შენ თუ არ გააკეთებ და არ მოიპატიჟებ ამ მაყურებელს, ახლა რატომ მოვა შენთან? უნდა თავიდან იქნება დაბალი რეიტინგი არ მოეწონებათ, არ მიიღებენ და მხოლოდ ამის მერე რაღაცნაირად მოვლენ შენთან. მაგრამ მან სანდოობის თემაც არის, როცა ცოტა ფული ბაზარზე, ტელევიზიას უჭირს რეკლამით თავის შენახვა და ჭირდება სხვა რესურსი ფინანსური, ხო და ეს ხდება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური რესურსი, რომელიც უკვე მიკერძოებულობას ითხოვს და კარგავს სანდოობს. ყველაფერი ერთად გახდა, მე მაგალითად შემიძლია ვთქვა, თქვენ შენ ყველაზე დიდ ხანს იყავი, ხო? კი, 15 წელი. ისე მიყვარდა ტელევიზია. მართლა მთელი ბავშვობა მიყვარდა ტელევიზია. და გინდოდა იქ რა ყოფილიყო. მიყვარდა შენი მოსმენა. ეს იყო რაღაცა ჯადოსნური, ფანტასტიკური საოცნებო სამყარო. მე თვითონ გული მტკივა. რომ არ შემიძლია, აი ის ჯადოსნურობა, რაც პირდაპირ ეთერს აქვს, მოდი ვთქვათ, რომ ვერაფერი ვერასოდეს ვერ შეგიცვლოს. ეს არის ზღაპარი. დარცლა გენატრება? ყოველთვის მეყარება. იმიტომ რომ ეს არის ის სხვა რაღაცას აღვიძებს, ანუ ყველა ინსტინქტი კვდება და გადადიხარ სხვა მოცემულობაში, სხვა ადამიანი იბადება და ის საათი და 45 წუთი შენ ხარ ის ადამიანი. არ გტკივა, არ გშია, სურო უბედურება ხდებოდა შენ ხარ მაყურებლისთვის გაბრწყინებული და მთელ ენერგიას უშვებ იქ და ეს თავისთავად მე შენ გავსებს. ან მაგიტო მოხვედი რომ ეს მიქნა ეხლა შენც გენატრება? ანა ეგ მარტო არ ადამიანი. არა, ეგ არ არის მონატრება, რომელიც ვაი რაღაცა გენატრება. ისო ხო არის ბავშვობა გვენატრება სტუდენტობა რაღაცა ეგ არის რაღაც შენი სხეულის ნაწილი რომელიც ან მოგაჭრეს და არის სადღაც და სულ გაქვს ეს მიზიდულობის ოღონდ რაღაცა კონკრეტულ მომენტებთან კი არა ანუ ეს არის ჩემი რაღაც შინაგანი მდგომარეობა პროფესია ცხოვრება ყველაფერი აბსოლუტურად რომელიც აი რო დავტოვე და წამოვედი აი რაღაცა ჩემი ნაწილი გაყვა. მე მგიოდა გული შეროდატო და ფიქრობდი რომ რა ეხა რას გადის, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილს ტოვებ. ანუ ეს მთელი პროცესი ჯაჭვი რაცა თემის მომზადება
ყველაზე პირველი ყოველთვის შენ რო იცი ამბავში რო ამუშავებ, შენი ხელით რო გაგაგ, აი ეს ადრენალინის შეგრძნება, რაც პირდაპირ ეთერს მოაქვს და მართლა ცოტა რაღაცა თუ შეცვლის ამას. არა, იცი რა არის, აი რაღაცა არის, აი ოჯახი რო ინგრევა, ან რაღაცა დიდი განშორება, ან დიდი ტკივილი რო მოდის, რაღაც აი მაგის სტოლფასი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ისე თირამე არის ჩემ ცხოვრებაში, რაც არ ვიცი, ეხა როგორ ავხსნა, არ ვიცი რა. რომ მითხრა, რომ მკითხო, რომ ეხა აი ადგებოდი და იქ ისევ დაბრუნდებოდი, ვიტყვი რომ არა. რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი მიზეზების გამო, რომელიც ამ ყველაფერს მაინც არ უსვამს, ხო? ხას. ხო, აი რაღაცნაირად ისე მიყვარს ის პერიოდი, რომ მაგას ვერაფერი ვერ შეცვლის რა. მე არ აი მესმის, რასაც განიცდით, მაგრამ საერთოდ არ მქონია. მე მსგავსი მაგ პირველ არხს, აი პირველად რომ მივედი ეთერში და პირველად აი ეს ყველაფერი, აი ის მახსენდება რაღაცნაირად რა. ჩემ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი ქონდა და უცებ წამოვედი ტელევიზიიდან ამ პოლიტიკური ამბების გამო, მანამდეც მქონდა შეგრძნება უკვე, რომ ვიყავი რაღაცის ნაწილი, რომელიც გაჩერებულია. სამყარო ვითარდება და ტელევიზიაში რაღაცები არის ძველებურად, რაც არ მომწონს და ვერ ვცვლი. ამიტომ აი აბსოლუტურად ნული მაქვს მიჯაჭულობა ერთხელაც. ანუ მე რო წამოვედი, თქვენ ხო მე მიხვედი, ანუ უკვე გაფუჭებული იყო. რაღაცა ის აი გაჩერების და სტაგნაციის მომენტი უკვე დაწყებული იყო მაგას. დაწყებული პერიოდი იყო 18-19 წელი, როდესაც კიდევ ტელევიზია თავის ათქმელს ამბობდა და აი მეც მაგ ბოლო პერიოდს მოუსწარი, როცა სიახლე და ახალი მიდგომა და ეს ენერგია ჯერ კიდევ იყო რა და იმედი რაღაცა, რომ აკეთებ რაღაცა ძალიან მაგარს და 2020-ის მერე მეც ეგრე მგონია, რომ აი ყველაფერი, სულ მაგას მეც რეფლექსიას ვაკეთებდი, რომ მივედი იმის მერე, როგორ აი ხო, ნუ გასაგებია რა, ყველაფერი უკან წავიდა სამაგიეროდ YouTube არის, არ ვიცი, აი ცხოვრებაში ესეთი კომფორტი და სიმშვიდე და ჩემი საქმის სიყვარული და თვითრეალიზება არსად არ მიგწვია, როგორც აკი. იცი სულ რას ვფიქრობ? ეს პლატფორმა არ გაძლევს გაჩერების საშუალებას. ანუ ფიზიკურად გიბლოკავს გაჩერების საშუალებას რა, იმიტომ რომ თუ დაიწყებ ვეღარ ჩერდები და აი ვინც ჩერდება ხოლმე სულ აქ მომენტი რომ აი ძალიან გული მწყდება ხოლმე რა, იმიტომ რომ ამაში ყოველთვის იმაზე მეტი რესურსის ჩადება გიწევს, ვიდრე გაქვს თავიდან. ანუ ფინანსურიც, ადამიანურიც, პროფესიულიც და საერთოდ ყველანაირი რა. გქონიათ ეგ მომენტი, რომ აი მე მგონი გავჩერდები და ამომეწურა ეს რესურსი, აი დაღლილობა რა უბრალოდ. მე არ მქონი, არც ერთხელ არ მიფიქრია წელიწადნახევრის მანძილზე, რომ მორჩა აღარ შემიძლია. სურვილი კეთების გაგრძელების ყოველთვის მქონდა, თუმცა მქონდა იმის განცდა, რომ რას მოიტანს, აი სად მივდივარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი გჭირდება, ბევრად მეტი, ვიდრე რაღაც სოციალური ქსელის კონტენტის კეთებისას. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იქამდე მისული, ძალიან გჭირდება ადამიანური რესურსი, რომელსაც ფინანსური ჭირდება, რომ ხელფასი გადაუხადო და ნუ ვხედავ, რომ ჩვენს კონტ რეჰანის ვიდეოებს რაღაცები აკლია რა, ყოველი ვიდეოს დადებისას აი გული მტკივა აქ ხო შეიძლებოდა ეს გამეკეთებინა რა კარგი იქნებოდა პროდიუსერი, ოპერატორი და ასე შემდეგ. თუმცა თვიდან თვემდე ხედავ რაღაცა განვითარებას, ადამიანების მეტ მხარდაჭერას და ეს გაძლებინებს და მე უკვე ნელ-ნელა შედეგიც მოდის, იმიტომ რომ არა YouTube-ზე ნაკლებია გავარდნა რა. კი, შეიძლება რაღაც ვიდეო გავარდეს, წამოიღოს გამომწერებიც, მაგრამ არასოციალური ქსელებივით. ამიტომ ჭირდება ხო შრომა და რესურსი და ოღონდ ნინუცამ რას თქვა წაღან, აი ძალიან სასიამოვნოა YouTube-ისთვის კონტენტის კეთება, იმიტომ რომ როგორი მაყურებელი ყავს, ცი რა ჯანსაღი მაყურებელი ყავს. ხანდახან წყინთ რაღაცას რო დააკლებ მოგწერენ, მართლა წყინთ, კი არ გიბრაზდებიან წყინთ. იქ წინაზე უფრო მეტი თავგადასავალი იყო და ეხლა რაღაცა იმდენი არ იყო. აი გულით, ანუ როგორი რაღაცა მეგობრობაა ეს.
არგუმენტირებული კრიტიკაა როგორც წესი. TikTok-სა და Facebook-ზე შეიძლება უბრალოდ რა ვიცი, გინება და ლაწვა და წერო რო ვერ ხვდები რატო და ალბათ იმიტომ რომ ამ პლატფორმაზე სადაც ახლა ჩვენ ვართ არის უფრო რეალური ადამიანები, ანუ მაინც რეგისტრირებული რაღაცა აკაუნტები, რომელიც შემოდის აქ რაღაცის მართლა სანახავად და მოსასმენად და არა უბრალოდ სასკროლად ხო სწორია თუ დროს გითმობენ ხალხი მართლა ვინც ნახეთ რამდენ დროს გითმობენ ჩემი ეპიზოდები არის საშუალოდ 30 წუთი პლუს მინუს 5-10 წუთი ხო საშუალო ყურების დრო ანალიტიკაში არის დაახლოებით 12-13 წუთი ანუ ძალიან დიდ დროს გითმობენ ადამიანები და დიდ დროს რო გითმობენ ესე იგი მოწონხარ, ესე იგი მე უკვე ნელ-ნელა უყვარდები რაღაცა შენიანად გრძნობს თავს და ესეთი ადამიანები გეხმარებიან განვითარებაში შესაბამისად. გულშემატკივრები არიან. მე და თამონას ლაპარაკობთ ამაზე, რომ YouTube არის პერსონალური პლატფორმა. აქ არ შეიძლება გქონდეს გადაცემა, არ შეიძლება იყოს რაღაცა სცენარით ადამიანი უნდა იყოს ის რაც ხარ. კამერას აქვს, იცი, ჩვენ ყველამ ვიცით ეგ თვისება, რომ წამის მეასეთში კითხულობს სიყალბეს. შეიძლება მაყურებლისთვის უყოს უბრალოდ გამაღიზიანებელი, ხელოვნური, ან უბრალოდ არ მოეწონა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის შენი თამაში. YouTube-ს ჩემი აზრით ყველაზე მეტად არ უყვარს თამაში, როგორიც ხარ, ისეთი უნდა იყოს და რასაც შენ ამბობ რესურსის მხრივ ქონია რომ ფეხი არ ვიცი მთელი სხეული მტკივა ღამის 4 საათზე ჩამოვდივარ სახლში ან ძალიან ვიღლები მაგრამ წამით არ მქონია ის ფიქრი და არც ერთ ჩვენებს რა ვინც ვართ რომ აი გავჩერდეთ რაღაცა ეტაპზე თუ რამე ფიქრი გვაქვს არის რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა საერთო ხედვა ხედავთ პროდუქტს სადღაც იქ მომავალში როგორი გვინდა რომ ამბავი იყოს როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და გვეშლება ნერვები თუ იმ დღეს არ გამოვიდა ისეთი წყდება გული რა რომ იქ აი იმ დღეს ვერ ვქენით რაღაცა ვიდეო გედო მე მგონი TikTok-ზე და სათაურში გეწერა რაღაცა აი ზუსტად ის რაც აღწერს შენს ამ თელთავ გადასავალს რა რომ რაღაცა ხობა თავირჩი ისეც როგორ იყო ეგ თქვი რა ხო რაღაცა ის ინგლისურადაა მაგრამ ჩემი ჰობი არის მიზანმიმართული ტანჯვა ფიზიკური ტანჯვა ხო კი მართლაც ესე და დიდი სიამოვნება რომელიც ამას მოყვება ხო იცი სად მინდა დავბრუნდე მე მახსოვს რომ შენ კი ჯერ კიდე ტელევიზიაში მუშაობის დროს ეს შენი YouTube არხი გქონდა და თავიდან სხვა კონტენტით შემოხვედი ეს იყო რაღაცა სტაილ რჩევები და ბიუთი ბლოგები ხო ეგრე იყო ნახე როგორ გავაკეთეთ ეგ მაგას ვაკეთებდი პირველი არხისთვის და პირველი არხი დებდა YouTube-ზე და ჩვენ პირველი გავაკეთეთ ბათუმში მოგზაურობა რომელიც ახლა შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ ძალიან სასაცილო ეს როგორ ბათუმი და ზემო აჭარა გავაკეთეთ მერე გავაკეთეთ ორი ამბავი ხევსურეთიდან და პირველზე რო წავედით ხევსურეთში რო გადავიღეთ დავკარგეთ მასალა ჩემი დავკარგეთ. და ის მოგვიწევ უკან წასვლოთ. ან მაგ დროს უკვე ტელევიზიაში ჯერ ვმუშაობთ, გაიგე, წამოსული არც ერთი არ ვართ და შესაბამისად ხა 5 დღე რო ტელევიზიაში ვმუშაობ და თავიდან ვერ გადაიღებ. გადავწავედით, გავიჭირვეთ ყველამ, წავედით, გადავიღეთ და მე ვიპოვნეთ ისეთი ტიპი, აი ზუსტად იქ მაშინ როდესაც დავკარგეთ, ხო იცი ყველაფერი რო არ ხდება, უტყვილა უბრალოდ რა, როდესაც დავკარგეთ ჩიპი, იმ ჩიპზე ჩაწერილი იყო ძალიან ხელოვნური მასალა, იმიტომ რომ მე თვითონ არ მომწონდა რესპონდენტი და მე თვითონ არ მომწონდა რასაც ყვებოდი იქ ყველაფერი იყო ხელოვნური და მეორედ რო გავიჭირე და თავისი წავედი ვიპოვნე ისეთი ადამიანი რომელიც ჩემ გულთან იყო ახლოს და მართლა მინდოდა ადამიანებისთვის ეს ადამიანი მეჩვენებინა და მისი ისტორია მომეყარა ის იყო კარგი ვლოგი მე ჩიპები გავრეცხე ერთხელ შავრველთან ერთად. აი ალბათ არ ვიცი მთელი ნახევარი სიცოცხლე დავკარგე, იმიტომ რომ აი იმის გადაღება თავიდან არ მე ვერ წარმომედგინა ხა შენ რო თქვი თავიდან გადავიღე. მე რა ქენით? გადარჩა. ეთქვა ნატურალური სარეცხ საშუალებები იყო. ქიმიკატები არ ქონდა. არა მგონი. გამძლეა ეს ჩიპები. იმაზე მეტად ვიდრე გონი. სხვათა შორის აი ვინც არ იცის ეს ტექნიკა ისეთი ძვირი არის რა, რო გინდა კარგი
გამოსახულება გადაიღო რაღაც ფულზე უწუწუნებს ესე გამოდის მაგრამ ესე უნდა გააწუნოთ ფულზე აუცილებლად ყველა იმიტომ რომ კამერა კარგი ღირს 5000 მაგრამ კამერას რო იყიდი ეს არ არის საკმარისი შენ გჭირდება ლინზა და ეს უნდა იყოს ხო არ მინდა ხარ რუსული სიტყვები ვიხმარო საშუალო კადრი გახსნილი კადრი და ახლო კადრი ტექნიკური ტერმინი არის რუსულ ენაზე სამწუხაროდ დამკვიდრებული, რასაც მე თვითონაც ხშირად ხმარობ. მინიმუმ 3 ლინზა ხო გჭირდება. ჩვენ შემთხვევაში დრონი ხო გჭირდება. ყველანაირი DJI GoPro რაღაცა ყველა დრონმა ახალ აპდეიტზე რა ქნა, იცი, სიმაღლეზე ფრენა შეზღუდა, ანუ ახალი გვინდა და დიდი გინდა რომ უფრო მაღლა ავიდეს. ანუ რას ვამბობ, იცი მე ამ ყველაფერს რო იყიდე, აბა რა გეგონა სამოგზაურო კონტენტი რო დაიწყე და აძვერი იმაში, რა ქვია, ჯომოლუნგბაზე ამის კაბელები გინდა, რომელიც სწრაფად შეაგორებს ამ უზარმაზარ მასალას და მე კომპიუტერები გინდა, რომელიც ამ ყველაფერს დაამუშავებს, უმძიმესი ფაილები. ანუ როდესაც ვლაპარაკობს ანა რომ საჭიროა რომ სპონსორების მხრიდან აღიქვან რომ თუ YouTube-ზე გვინდა ყველას გვინდა კეთება, აი მაგარი გამოსახულების ისეთი უცხოეთში როგორც კეთდება, თავისთავად რომ ტექნიკური აღჭურვილობა საჭიროა რომ მინიმუმ ქირაობის საშუალებაც არ არის, ეგეც კი ისეთი არის რა. კარგი სპონსორები რატო ვერ მოყვებიან ძალიან ხშირად აი მაგ ხარჯებზე და აი მიუხედავად იმისა რომ აი ეს დიდი კომპანიები თვითონაც აწარმოებენ მარკეტინგულ კამპანიებს, ქირაობენ სხვადასხვა კომპანიებს ამისთვის ხო და საკმაოდ დიდი ბიუჯეტები აქვთ. აი მაინც ჯერ არის რაღაცნაირი პერიოდი, რომ ანუ აღქმა აი ამ YouTube-ის კონტენტის და რაღაცის რაღაცნაირად ვერ ხდება ბოლომდე. აი რატო? და ვუპასუხო. მან ჩემი აზრით ორი მიზეზია. არის საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც head office-ები იქიდან ბრენდის ითხოვენ, რომ ტრადიციული, ტელევიზიაში გადანაწილდეს გარკვეული ბიუჯეტი და იმდენი ბიუჯეტი აღარ რჩებათ და მეორე არ აღიქვამენ სერიოზულად გადაწყვეტილების მიმღები ტიპები, ვინც არიან, როგორც წესი, ჩვენ შემთხვევაში ისინი შემოსულან სპონსორად. თუ გადაწყვეტილების მიმღები ტიპი უყურებს YouTube-ს. შეიძლება ეს იყოს მარკეტერი და მფუძნებელი კი. ვინც YouTube-ის მაყურებელი არ არის, ცოტა ვერაფასებს მის რესურსს და ძალას. არა და ძალიან დიდი ძალა აქვს. სულ კიდე იცით რას ვფიქრობ? ქართულენოვანი აუდიტორია ხო ძალიან პატარაა. ანუ აი რა უნდა გააკეთო, თქვათ, რომ აი მილიონმა ადამიანმა გნახოს, ხო? ძალიან სხვა ენაზე დაიწყო თარგმნა, რაც გააკეთებს ისმა. ხო, ძალიან იშვიათად შეიძლება ეს მოხდეს, აი რა ვიცი, რაღაცა ძალიან იშვიათ შემთხვევაში. ამიტომ აი ხო არ არის, რომ რაღაც ვერ ხედავენ მასში აი მაგ მასშტაბის პერსპექტივას რა. გაჩნია თუ ბრენდი ქართულ ბაზარზე ყიდის პროდუქტს, სულ არ ჭირდება მისტერ ბისთან ან ვიღაცასთან რეკლამა, ხო? ანუ მისი სამიზნე აუდიტორია ჩვენი მაყურებელია. თარგმნა მაგალითად ჩემი კონტენტს ძალიან მოუხდებოდა ინგლისური თარგმანი, მაგრამ თავიდან ცადე მინიმუმ ტიტრი მაინც ამეტვირთა და დრო არ მაქვს და მაგაშ ადამიანი გვჭირდება და იმედია გამოჩნდება გენერალური ტურისტი რო ჩამოდის, ხო იმას სხვა ინტერესებს სად ჭამოსად მეც უცხოეთში მაგალითად რომ მივდივარ, სულ Instagram-ზე ვნახულობ, YouTube-ზე ვნახულობ, guidebook, ანუ სად წავიდე. თავიდან აი შენ კითხოს რომ დავუბრუნდეთ, თავიდან რომ მივედით, სპონსორობაზე დავიწყეთ საუბარი. რომ მივდიოდი მარკეტინგთან და ვსარგებლობდი ახლა პირადი მეგობრები, ვინც მყავდნენ და ვინც მუშაობდა ამ სფეროში და უფრო მეგობრულად მიღებდნენ, თავისთავად პირველი 9 საათი 20 წუთი ხსნიდი რა არის YouTube. მერე ხსნიდი ვინ ვართ ჩვენ. მერე ხსნიდი რას ვაკეთებთ ჩვენ. ანუ ძალიან რთული იყო თავიდან. იმასთან შედარებით და მე კიდევ ბიჭები მეუბნებიან რომ შენ ადრე არ იცი რა იყო. აი კარგი თემას ძალიან კარგად აჩქარდა მიმღებლობის ტემპი. მადლობა დიდ იუთუბერებს მოგვიმზადეს ბაზარი, OG იუთუბერი. კარგი, რატო არიან? უბრალოდ იყვნენ. ძირითადად ქართულ YouTube-ში კაცები. male dominated ის არის. ჩემ გამოწვევების 79% კაცები არიან. ჩემ 70. ხო და რატო რა უდევს ამას საფუძვლად? იმიტომ რომ ალბათ იმიტომ რომ ეს gaming კონტენტი და entertaining რაღაც გასართობი. ესე კაცებს უფრო ცალიათ გასართობად დასკვნა. იცი რა არის? ეგ ხო ისედაც ეგრეა. სახში ტელევიზორი რომ კიდია, ვინ აკეთებს? ხო ვიცით რომ ნუ რა მე ზარმაცი ადამიანი ვარ, თუ შემიძლია ვიღაცას რაღაცა
ჩემი საქმის დელეგირებას ვეძახი მაგას დავარებას. ეგ კარგი უნარია, ნინოცა ძალიან კარგი. დელეგირება თუ შემიძლია, მე ამას ვიზავ. თუ ხედავ მამაკაც მით უმეტეს ვარდი აქ ქალების მიმართ. შესაბამისად ავკიდებ ამ ვალს. მივა მამაკაცი და ვეტყვი, ხა ერთ smart TV მე არ შემიძლია რა, მე ჩემი ისა მაქვს. რაღაცა. რატო არ შეგიძლია? აი არ მინდა არ შემიძლია. ეს გირჩევნია? საქმე მირჩევნი, არა, გააკეთოს ვიღაცა. ვინ აკეთებს კაცი, რო აკეთებს კაცი, შეყავს თავის YouTube account-ი და ხო დაგეზარება ამის სწავლება და მე მგონია რომ სინამდვილეში თანაბრად არის ეს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენი მაყურებლები საერთოდ ძირითადად არის smart TV-ს მაყურებელი, რომელიც ტელევიზორის მეშვეობით გვიყურებს. მართლა 50%-ია დიდი ეკრანი ტელევიზორში, ვისაც აქვს გაშვებული 25 ტელეფონი და მე მოდის ლეპტოპი და ჩვენ ტელეფონში არ ვიყურებით, იმიტომ რომ ჩემი პირდაპირ აი გვანცას ჩავრთავ საღამოს, ჩემთვის რომ მორჩები ყველაფერს, თან რუტინა უნდა გავიკეთო, სახე უნდა თან წაგიღებ ტელეფონის საბაზანოში. გაჩნია შენი საყურებელი არ არის და მე უნდა მიყურა, კაცს უნდა უყურე გამთელი. ხო, მაგრამ ამაშია ზუსტად საქმე, რომ ანუ ამ subscriber-ების და გამომწერების პრობლემას ურატო არის, იმიტომ რომ ეს smart TV რამდენ პროცენტს აქვს ხო? 70 მაყურებელი არის. საერთოდ ვამბობ. მაინც რეგიონებიდან თუ ასე შემდეგ, ძირთად ხალხი გიყურებს ალბათ პლანშეტიდან, ხო, ალბათ ეგრე არის. ხო, ალბათ. მაგრამ დავუბრუნდეს ეს კარგი არგუმენტია. არა, ნახე სეგმენტი მსყიდველობით უნარიანობა, იმიტომ რომ მე ეგ არგუმენტიც მომაქვს ხოლმე, რომ მაგალითად ჩემი მაყურებლის 70% არის იმას აქში, როცა სყიდველობით უნარიანია 25-დან 45. ანუ რომელსაც შეუძლია რესტორანში წავიდეს და იქ მიირთვას კვირაში რამდენჯერმე. მე მგონი მარტო კადრში ჭამშენ და გვატყუებ რაღაცას. უყვარს. ხო, იცის რა ჭამა მიყვარს, თუმცა იცი რა, მაინც ისე რომ არ გამომივიდეს. ვცდილობ გადაღებების პარალელურად მეტნაკლებად ხო, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. არ ჭამ რა, ძილის წინ. ეს თავარი მცნებები რაც არის ჯანსაღი ცხოვრების წესის. დავლიო ბევრი წყალი, არ ჭამა ძილის წინ, ვივარჯიშო რეგულარულად ვარჯიშობ სულ. კიდე რა არის, არ ვიცი, მოძრავი ტიპი ვარ. მაგალითად, მესამე სართულზე სადმე თუ ავდივარ, ლიფტის ნაცვლად სარგებლობ კიბით. სახლშიც აი საქმეს ისე ბევრი მოძრაობა მიწევს და ალბათ ესეც მიწყობს ხელს. მაგრამ გენეტიკაც ერთ თემას მინდა და გენეტიკაც არის, რა თქმა უნდა, არ ვუკარგავ, თუმცა გენეტიკაში მყავს კი პუტკუბებია. ცოტა მოპუტკოდეიდა, ასე რომ მართლად ვასე. რაღაცას ამბობ. ნინოცას კარგ რამეს გაუსვა ხაზი და მაგას მინდა დავუბრუნდე და განვავრცო, რომ ჩვენ შემთხვევაში ამ კონტენტს აქვს მეორე მხარე, რაღაც სოციალური პასუხისმგებლობის მხარე დრო წარმოვიდგინოთ და ცალკე ბრენდები, ხო? ნინცას არხი, რეჰანი, მან რაღაცა კარგს უკეთებ პოპულარიზაციას. იმას, რომ ადამიანებს ამოტივირებ, რომ ნახონ საქართველო. იმას, რომ ახალგაზრდებს ამოტივირებ, რომ სპორტით, თუნდაც ექსტრემალური სპორტით, მოგზაურობით დაკავდნენ. იმას, რომ ჩემ შემთხვევაში ისე უხარიათ საოჯახო რესტორნებს, პატარა მეწარმეებს. ხელა მხარდაჭერა მათთვის. ისეთი დიდი შრომაა მათ უკან. ისეთი რთულია რეგიონში რაღაცის კეთება და მათთან რო ჩახვალ სტუმარს რომ მიუყვან შენი ვიდეოს მერე რომ მივლენ და რო უფასდებათ აი ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიხარული და ბოლო დროს დავაკვირდი თუ კი სადმე გადაღებას ვათანხმებ და ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან ხოლმე აი ვანებებ თავს იმიტომ რომ ძალიან მომწონს ის, ვისაც თვითონაც უხარია და ის სულ სხვანაირი გამოდის ეგეთი ეპიზოდები. კი, ნამდვილად ეგრე. ხო, მეც ვიტყვი მაშინ ერთ-ორ სიტყვას, იმიტომ რომ აი ეგ ინფლუენსი ეს ცნობილი სიტყვა არის ხა რა. სიამდვილეში ძალიან ბევრი რამე დგას ამ სიტყვის მიღმა და ეს პასუხისმგებლობა გინდა, არ ვიცი, თუ ადამიანი ეგეთი ხარ, გინდა ტელევიზიაში იყავი, გინდა YouTube-ზე იყავი და გინდა შენი ტელეფონი გეჭიროს და რაღაც TikTok-ზე დებდე რაღაც ვიდეოებს, გააქვს ეგ პასუხისმგებლობა, რომ თუ საჯარო აკეთებ ამ ყველაფერს, მინიმუმ ვიღაც არ დააზიანო, ეს ერთი
რაღაცა ტიპის სარგებელი მოუტანო და აი ზუსტად ჩემი мотиваციაც არის ეგ რაღაცა მე ჩემ თავს რაღაც ინფლუენსერად კი არ წარმოვიდგენ. არამედ უფრო რაღაცა აზრის გამტარად და რაღაცა სარგებლის გამტარად რა, იმიტომ რომ გონია რომ აი უდიდესი ძალა გვაქვს ჩვენ ხელში რა. და ეს როგორ არ უნდა გამოვიყენოთ, აი ხანდახან სულ მაგას ვფიქრობ ხომ. ხო, აი სტუმრად რო ყავს, არ ვიცი, ჩერი ფიტნესი რო ყავდა და ბევრი საინტერესო ინფორმაცია რომ მივიღე მაგით. და არა ვიღაც მავნებელი ტიპი, ცუდად ვიტყვი, აი პირდაპირ ვიტყვი, ხო? შევაქოთ ჩვენი თავი. რომელმაც შეიძლება უფრო დიდი რეიტინგი და ნახვა დაგიწეროს ვიდეოში. ეგ ყოველთვის არის რა, რაღაც მომხიბლება, რა მოწონს მასას და რისი კეთება მოგწონს ჩვენ. ხო და აი ხანდახან რა ვუყოთ მაგას. არაფერი არ უნდა უყო, ჩემი აზრით ესას უნდა მიაწვე მეგონია. აუცილებლად უნდა მიაწვე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ცხოვრობ რა, ეგ გაძლევს იმ სისავსის შეგრძნებას და რაღაც ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან. თუ შენ შეგიძლია იმის კეთება, ხო, ისედაც გააკეთებდი, მაგრამ თუ არ შეგიძლია, ვერ ისწავლ, ანუ რისი თქმა მინდა, რაც არ უნდა მეტად გინდოდეს ბევრი მილიონი, თაღლითი ვერ გახდები თუ შენში არის დის, თუ მაგ პასუხისმგებლობის აღება არ შეგიძლია და არ გაგაბედნიერებს. ხო, რაღაცები არის, რაც არ გამაბედნიერებს. ამიტომ გაშვებული ვარ. აი, ვცდილობ დავაბალანსო რა. გავაკეთო ის, რაც მომწონს და ვიცი, რომ ნახვა ცოტა ექნება, აი მაგალითად არ ვიცი. იაგო ბიტარიშვილთან ვიყავით სტუმრად, რომელიც არის ბუნებრივი ღვინის, ხო, მეღვინე და ნუ საოცარი ადამიანი, რომელიც პიონერია ვიცნობ და იქვაჟებდით ხოლმე, კი ბატონო. პიონერია და ისეთ საინტერესო ლექციასავით გამოგვივიდა 3 საათიანი მასალა იყო, ძლივს დავჭერი, 40 წუთი გამოვიდა. ცოტა მე-4-დი ალბათ, მაგრამ შაურვების ეპიზოდს კონდა 5-ჯერ მეტი. ამიტომ ვცდილობ დავაბალანსო. ხო, არაფრით არ მინდა იმ ხარის ამოგდება რა, რაც არ უნდა დაუგდოს რეიტინგი. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ყველა ჩვენ ვართ დამოკიდებული ამ ნახვებზე და YouTube სტუდიოში შესვლა და ჩამოსკროლვა და იქ რაღაცების კონტროლი. ესე ვარ ხოლმე ახალ ვიდეოზე. რომელ ადგილზეა? ხო, ესე იქნება ალბათ, იმიტომ რომ ეს არის რაც რეალურად რაღაცა შედეგს გაჩვენებს, ხო? ხართ, აი, დღეში რამდენჯერ ამოწმებ, თქვა, ახალ ვიდეოს რო დადებ და კარგად ჩაუღრმავდე, მე ვერ გამოვტობ. აი, შენ რო თქვი, გამტარიო, ზუსტად მასა ვგრძნობ თავს, აი, თავიდან ეს ყველაფერი, ხო, ტელევიზიაში რომ მიდიხარ, მოდი სიმართლეს ვიტყვი, ჩემ თავზე ვლაპარაკობ, იმიტომ მიდიხარ, რომ გინდა იყო წამყვანი. შენ გინდა რომ გისმენდნენ, შენ გაქვს მე. ეს მე მალე კმაყოფილდება. და მე ჩემი ხო ხვდები, მე ჩემი შეგრძნებები სამწუხაროდ ეს სხვებთან არ მისაუბრებ. მალე კმაყოფილდება, იმიტომ რომ რაღაც მასობრივი ხდები უცებ. წელიწადში, აი 2018-ში მივედი, 2-3 წელიწადში ვიგუდები უკვე რა, და ვერ ხვდები რატო ვიგუდები, იმიტომ რომ გავიგეთ ახლა ლამაზი ხარ, გავიგეთ რომ რაღაც სუფლორზე ტექსტს წაკითხვა ისწავლე. მერე იწყება შიგნით რაღაცნაირი ჩატრიალება, ხო, რაღაც რო გაწუხებს, ან გარე ფაქტორებზე გადადიხარ ადამიანი და იკმაყოფილებ, იქ იყიდი, შეჭამ რაღაცას, ხო ხდები, აი გარე სტიმულანტები რაცა, ან შიგნით ტრიალდები, თუ ძალიან გაგიჭირდა და იწყებ შიგნით დაკვირვებას აქ რა ხდება და ყველაზე არასასიამოვნო პროცესი ყოველთვის არის შენ თავთან ერთად რაღაცა. როცა შენ შინაგანად აღარ მოგწონს შენი თავი. ნუ შენ თავი რო აღარ ეგ არის რამაც მეც ამ მატერიალა კი ბატონო. შენ რო შენი თავი არ მოგწონს, მთელი დედამიწა რო დამიპირისპირდეს. მართლა დედასპიცა რომ ნერვი არ ამიტოქდება, მაგრამ მე რო ვიცი რომ სადღაც არ ვყვები ნამდვილ ამბავს და მე არ ვარ შენთან. აი ეგ არის. აი მან ფუჭდები და ეს გაცნობიერება ან ხო ეგრევე არ მოდის. ეს ხო რაღაცა ჯერ გიღიტინებს, რაღაცა გტკივა. მე გქონია რომ რაღაცა არ სიამონებს, არც ეს ციგნი, არც ეს გვანცა, არც ეს სამოსი, არც ეს არაფერი არ სიამონებს. მე რეტრიალდები და მივხვდი რომ მინდა რაღაცა კარგი მივცე ადამიანს. აი მინდა ეს შინაგანი მოთხოვნა მაქვს რომ გავატარო მე ხო არ ეს სულ ბანანეითონიშვილთან დავდიოდი მეტყველებაზე და ვიცი რომ შენი პედაგოგი იყო და შენზე გიშდება. ხო, ყველა მის ხელში გამოვიარეთ და მოკითხვა მას დიდი სიყვარული და პატივი. აი
გაატარე რა ამბავი, მაგრამ იმისთვის რომ გაატარო ეს ამბავი, რასაც ჯერ შენ თავში უნდა როგორც ანა გაარკვიო, შენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რა ღირებული და ყველაფერი შეიძლება იყოს ღირებული. შეიძლება შენ მართლა ხარ ის ტიპი, რომელისთვის ღირებულება არის ფული, მაგრამ აღიარე. იყავი რა ნამდვილი მაგაში. არ არის პრობლემა. ძალიან ცოტა პროცენტია ალბათ ადამიანების, ვინც ეგრე მით უმეტეს მილენიალები, ძალიან იდეის ხალხი ვართ, ჩვენთვის არ არის ფული ეგეთი წარმატება. ვიღაცისთვის არის მარტო, რა ვიცი, ხო არიან ეგ ნარცისული ტიპები, რომ ოღონდ მე ვიყო. აი, ყველანაირი შეიძლება იყო და იყავი ღმერთმა შეგარგოს, უბრალოდ გაერკვიე ჯერ რა ხარ. და აი მე რო დაწურავ ამას შენ რა ხარ და რა სიამოვნებს, რა გაბედნიერებს, რა გავსებს. აი მანდ რო დადგები, მე მგონია ეს ყველაფერი ჩემ შემთხვევაში იმიტომ გამოვიდა, რომ რაღაცნაირად ვიპოვნე ადგილი, სად ვარ მე და ვინ ვარ მე და მე როგორ უნდა მეკეთებინა ეს ყველაფერი და უდიდესი დამსახურება არის თამუნასი, ნიკასი, მარიშკასი და გუროსი, იმიტომ რომ მარტო ეგეთი რაღაცები ძალიან რთულია რომ გაკეთდეს რა, როცა სულ ყოველწამიერად ხარ ეკრანზე და სულ მუშაობ. ჩვენი მუშაობა ხო ის არ არის, ხა აქ რო ვილაპარაკებთ ამის უკან არის და ამონტაჟე ნახე მასალა ის გააკეთე, აბა არ ვარგა და ნუ ეს სუ ტემპი გაქვს და რაღაცაზე იფიქრო ეგრე არ გრჩება, მაგრამ აი გუნდის ძალაც ეგ არის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში საკუთარ თავში იწყებ ხარშვას. იკეტები და ელემენტარულად იდეის და აზრის გაზიარებამ შეიძლება საპირისპირო მხრიდან მოიტანოს ის, რომ ეს შენი იდეა დახვეწო, უკეთესი გახდეს და ძალიან კაია, ამიტომ კარგი გუნდი. ხო, მაგრამ პერსონალური ბრენდის ახლა თქვენ რო გიყურებთ, ხო, თქვენს ეგ პერსონალურ ბრენდზე არის აშენებული ეგ თქვენი ორივეს მუშაობა. მაგაში ძალიან ვარ დარწმუნებული, რომ მე მაგალითად ადამიანები გამომყვნენ აქაც ძალიან დიდი ერთგულებით, სადაც მოვედი და სადაც გავაგრძელე ჩემი საქმიანობა, იმიტომ რომ პერსონალური რაღაცა უკვე ბმა გვაქვს რა, მაქვს ამ ადამიანებთან. ფოტოების ქვეშ სულ წერდა მე ვარ მაგისი, რამდენჯერ გვანცა დაბრუნდი, სათხარ გვანცა დაბრუნდი, სულ ეს პერიოდი, როდესაც შენ არ იყავ. კი, სულ იყო, რომ გვანცა და ჯერ ის რა რუსთავი ორის ის რა ქვია, ვებსაიტზე სულ იყო. რაღაც პერიოდი მემაბრალებდნენ რომ ეს რაღაცა კონფლიქტი ქონდა და არ ვიცნობდით ერთმანეთს არ იყო, მაგრამ სულ ჯერ ხო რუსთავი არზე იყო და მე შენს აი ნებისმიერ გამოჩენაზე ხო ყოველთვის იყო რომ გვანცა დაბრუნდი ეკრანს და უნდოდი ყოველთვის ხალხს რომ დაბრუნებული ყველგან გამოგვიყვება მაგას. ეგეთ მახსოვს ახლა კარგი გამახსენე, ვიღაცა არასწორი ადამიანები გვაპირისპირებდნენ ერთმანეთს გახსოვს? არასწორი ადამიანი. ხო, მე შენ არასწორი ადამიანები, სოციალური ქსელები, კომენტარს არ ვკითხულობ მე. ხო, გვაპირისპირებდნენ ერთმანეთს, რატომ ხაცაღონ არ ვიცი. ეგ უყართ ეს გოგოების შედარება ერთმანეთზე და დაჯახება, რომ არ შეიძლება რომ გოგოები ეს ხო კაცებს კაცებს აქვთ, ეგ გოგოებს თქვენ ნამდვილი მეგობრება არ იცით. რა არ იცით, ჩემი დაქალები იმის თანები არიან. შინი არ მაწყენინათ მოვლენ შეგჭამე. ხო, ძალიან უხერხული იყო ჩემთვის ეგ მომენტი, თან არც ვიცნობდით პირადად ერთმანეთს. თან ძალიან მომწონდი, მაგრამ მომწონდი ყოველთვის, თან აი მანანა ისე ყვებოდა შენზე, რომ ძალიან სულ რაღაცა მის ყველაზე ფავორიტი მოწაფე იყავი. აუ, ძალიან დიდი მადლობა და ხო, მოკლედ ჩვენ შორის არასოს არ ყოფილა ეგ რამე არ შეგეშალოთ. ეს აგვიგორეს. არა, ეცადნენ რომ აეგორებინეთ და ხო არ გამოვიდა საბოლოო ჯამში ეგ ამბავი. ხა რადგან მართლა ეხლა რო იჩხუბოთ, ეხლა რო ვიჩხუბოთ. შენ რო ხო გვექნები? კი. ნინუცა, ეხლა უნდა გითხრა რაღაცა სუგულში მაქვს ეს ჯადებული. აი მე მგონი იწყება, ესე იწყება ხოლმე. ასე იწყება. ეს რო არ გითხრა არ შემიძლია. ამბრობ არაფერი. ხო, კომენტარები ახსენე რა და საერთოდ ან არის რომ შეიძლება შენი თელი დღე შექმნას ამ ერთმა კომენტარმა, ან ორმა, ან სამმა და შეიძლება რომ უბრალოდ ჩამოგანგრიოს და მთლიანად რაღაცნაირად ჩამოგაქციოს მართლა ადამიანებს სიტყვით ისეთი რამ შეუძლიათ, მოდი ვთქვათ რა. ეგეც ვაღიაროთ რომ
შეიძლება რაღაცა ყოველდღე არ ვკითხულობთ და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ არ მაინტერესებს, მაგრამ ეს არ არის ეგრე რა, რეალურად იმ მაყურებლის აზრს, რომელიც ჩვენ გვიყურებს, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ზოგჯერ იმაზე მეტად ახლოს მიგვაქვს გულთან, ვიდრე თქვენ საერთოდ წარმოგიდგენიათ. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ. იცი რა, მაპატიოს სოციალური ქსელების, TikTok-ის და Facebook-ის გამომწერებმა რეჰანის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემ თავს ავუკრძალე და არ ვკითხულობ. მართლა არ ვკითხულობ, არც ერთ კომენტარს არ ვკითხულობ. მიგინებიან ხშირად. ანუ ისეთი შეურაცხმყოფელი კომენტარი ყოფილა რამდენიმე, რომ ის კი არა, რომ გულში მომხვდა და მთელი დღე გამყო. აი გული ამიჩქარდა, რომ აი უცებ ვერ ქუჩაში რომ მოვიდეს ვინმე და სილა გაგაწნას დაახლოებით ესეთი ეფექტი იყო. ხო, არ იმსახურებ იმ სილას, მაგრამ უცებ ვაიმე რა ხდება. ამიტომ შევწყვიტე. YouTube-ის კომენტარს ყველას ვკითხულობ. YouTube-ზე ნეგატიურ კომენტარებში გამოვყოფდი ორ ნაწილს, რომელსაც ეთანხმები კრიტიკას და რომელსაც არ ეთანხმები. თუ არ ეთანხმები და ცოტა აზრს მოკლებულად თვლი შენ თვითონ, ეგ კომენტარი არ მოქმედებს რა, წაიკითხავ, ნუ ცუდია, მაგრამ იქვე ივიწყებ რამდენიმე წამში. მაგრამ აი იმ კრიტიკას, სადაც შენ თვითონაც ხვდები 100%-იანი მართალია. აქ რო გქონდა და ვარაღიარებდი. შეიძლება აი 2 დღე გაგიფუჭოს, 1 კვირა გაგიფუჭოს, მაგრამ საჭიროა იმის თქმა არ მინდა, რომ არ უნდა დაწერო, პირიქით უნდა დაწეროთ და ჩვენი ზრდისთვის არის ეგ კარგი. მაგრამ ძალიან რთული გადასახარშველი და მოსანელებელი, აი ურთულეს. ნინოცა შენ? ოი ერთ-ერთჯერ ის იყო Facebook-ზე ძირითადად ხანდახან რაღაცნაირად ისე რა მომენტი მაქვს იცი რომ ჩემი შვილი ხო ჩვენ შვილები დიდები არიან, მაგრამ ჩემი ბიჭი არის და ძალიან მეგობრები ვართ. და სულ მეფიქრება აი რომ წერენ რომ აგინებენ, ოღონდ პირდაპირ სიტყვებით გვაგინებენ, ისე ვერ გავიმეორებ. არ მინდა ცოტა სიტყვების გამეორება, სულ ფიქრობ რომ აი ჩემი შვილი წააწყდეს ხო, როგორ ეს ექნება ხო, დედა უყვარს და რაღაც ეს ყველაფერი ხო. მაგრამ აი ეგა იყო დრო, როდესაც ჭორებზე აი ამ ნეგატიურ კომენტარებზე მართლა ძალიან მძაფრად ძალიან ემოციური ვარ, ალბათ მეტყობა კიდევაც, აი ამასაც და ამასაც ერთნაირად ისა რა ქვია და მე რაღაც არ ვიცი, რაღაცა მოხდა. ბევრი რაღაცები მოხდა და რაღაცნაირად აი დავიწყე ხა ვიღაცა რო დგას პირობითად ქვეყნის დასალიევში აი წარმოვიდგინე ვინ არის ეს ადამიანი ხო აი ვიღაცა ქვეყნის დასალიევში სავარაუდოდ საქმე არ აქვს იმიტომ რომ მე ცხოვრებაში დედას ვიცავარ თუ გამომიჭერ რაზე რომ ვუწერ ჯენიფერ ლოპეს ამ ბიონსეს you are the queen მეც დამიწერე ხოლმე you are the queen ხოთი ჩემი აკაუნტით რომ მერიდება რომ ვიღაცა არ გამო fake აკაუნტით შევალ და აი ჩამ fake აკაუნტი არ მაქვს კიკაც ორი ნუ მე საქმეზე ალკავ რაღაცე მე საქმეზე დასასწალკი საქმე მქონდა მჭირდება თუ ვიღაცე ჭირდებოდა თავის დროზე დასტოლკო და ხოთში შემოვინახე ეს ანგარიში და ეს ანგარიში არის გენიალური იმიტომ რომ ჩამოული ისე მერიდება რა ხანდახან რომ ეს რაღაცა გულში რაც მაქვს და პირიქით სულ მაქვს ეს სურვილი ვიღაცა ქალები შევაქო იმიტომ რომ ვხედავ ჯენიფერ ლოპეს 60 წლის ასაკში სცენაზე ლამაზი ენერგიული ცხოვრება უხარია მეც მიხარია ეგება მეც რაღაცა 5% მისი წინვალებისგან შემხვდეს ხო ცხოვრებაში და ეს მაგ ერთ-ორჯერ თამუნამძალით გამკოჭა და ნიკამ გამკოჭა ერთ-ორჯერ ძალიან უსამართლო რაღაცები იყო მოწერილი და აი რაღაცნაირად ჩამომივარდა და ეხა მაგ თითქმის ისეთი რა გამკრავს გულში გაივლის მაგრამ მაინტერესებს ეხა მინდა მივმართო ჩვენი არხის გამომწერებს ტელეპათიური რაღაცნაირი ნიჭი აქვს როცა ყველაზე სუსტად და ცუდად გძნობ თავს და მგონია რომ არ გამომდის ვეღარ ვითარდები მე მაგეს რა მე ძალიან ისა მაგრამ ძალიან მჭირდება რომ ყოველინა ბიჭი იყოს წინ აი რო რაღაცა ხოცი დანაკლისი გაქვს და რაღაცა შფოთვა ამიტომ მომივა სამსართულიანი მესიჯი რომელიღაცა გამომწერა ბიჭო არა საიდან ოღონდ აი ზუსტად ის რისი გაგონებაც მჭირდებოდა იმისთვის რომ ამდგარიყავი და გამეგზელებინე საქმის კეთება და აი მარტო მაგ ადამიანებისგან იმეთ ხო გააზრებული აქვს აი დაინახეს იგრძნეს და გიბრუნებენ და სულ ფიქრობ რომ აი დავიჯერო ხა ეს შემთხვევით და მე რო ყველაზე ცუდად ვარ იმ მომენტში როგორ აიღო ტელეფონი პირობითად ანამ რომელიც არის სადღაც და გამამხნევა
კარგია. სხვაჩერს ეგ უბრალოდ კარგს ძალიან დიდი გავლენა აქვს რა. მე მაგის ვჯერა რომ კარგს ვეროთ უფრო დიდი გავლენა აქვს და მეც ჩემს გამომწერებს ამას წინათ უყვებოდი რომ ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეპიზოდს ყველაზე ცოტა ნახვა აქვს რა. და აი სადაც მყავდა სპორტის ფსიქოლოგი და ვლაპარაკობდით მოზარდებზე და მოზარდების პრობლემებზე თვით შეფასებაზე და ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან აქტუალური თემაა. ნახეთ, მიუბრუნდით თუ არ გინახავთ. ხო და ზუსტად აი მაგ ფიქრებით გამეღვიძა რა რაღაცნაირად რომ აი რა გავაკეთო ეხლა რომ ბევრ ადამიანს მივაწვდინო ეს ეპიზოდი და რა მაგარია და როგორ ვამაყობ და აი რაღაცა ის მქონდა რა ანუ არ მყოფნიდა ის რაღაცა რაც იყო და ზუსტად აი შემხვდა ადამიანი პირისპირ ესე გამაჩერა და მითხრა რომ მეო ყველა ეპიზოდი ნანახი მაქვს და ძალიან საინტერესოა მაგრამ აი ეგ ეპიზოდია ძალიან მაგრად დამეხმარა სპორტის ფსიქოლოგი რომ ყავდა და აი ერთი ადამიანის მაგიმან და ძალიან დიდი მადლობაო მითხრა უკვე ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო რომ მე ვიცი უკვე რომ ეგრე უნდა გავაგრძელო რა და ამიტომ იცოდეთ რომ ძალიან მაგარია და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენ საქმეზე რაღაცა ვიღაცის უკავშირს ისურვებდით აი ჩვენც ეგრე ვართ და მით უმეტეს ჩვენთვის უცხო ადამიანების ხო საერთოდ ძალიან გვახარებს ხო მან მნიშვნელობა აქვს კიდე შენთვის თუ ცოტა ავტორიტეტულმა ადამიანმა გითხრა კიდე უფრო ფრთიანდები. ხო, აი ვინ არის ეგეთი თქვენთვის? ლაწურწუმია შემაქო. მოყევი. სადღაც ვართ რაღაცის პრემიერაზე. საცხები იყო და ახლა მე ვარ 86-ში დაბადებული. რაც თვალი გავახილე, ლელა წურწუმია და ჯერ ტუჩის დახატვა მისგან. შენზე პატარა ვარ. მე ნიშანი მოუგო ანტიკური ხანის ანტიური მე თქვენ შორის ბარემ დაინტერესებს უყურება არა უშო სახსრების პრობლემები 3 წელიწადში ყველას დაგეწყება წის მაგრამ მიყოლებით ვართ სამივე მილენიალები ხო მე მივესალმე და მიცნო ანუ მე ხო ჩემი ისენი მაგრამ ნუ წურწუმიამ რომ მიცნო და აი რა არის შეხედე წარმატებული ძლიერი ქალი ყოველთვის აი მაგით მიხვდები რა მართლა წარმატებულია და თვითრეალიზებულია ქალი ყოველთვის ასაპორტებს ქალს რომელიც ეხა იღებს და მოგეფერება ეგ არის აი ყოველთვის აი ის რომელიც ზემოდან გიყურებს ის არის არ არის სინამდვილეში რეალიზებული და სინამდვილეში არ არის თავდაჯერებული და ის ვისაც შეუძლია გამოგიტრია და შენ რა კაი გოგო ხარ და ისევ ხალისო საბა მაჩვენა თქვენი ვლოგები. ეს რა გადასარევი რაღაცაა. ჩაურთე მამა. აი რაღაც ესეთები მითხრა და კაი გოგო ხარო და ანუ კაია. ხო, მაგრამ მე ვთვლი რომ ჩვენ თაობაში ერთ-ერთი უმაგრესი ქალია, ქალი რომელსაც აქვს თავისი აზრი, მაგრამ არ აინტერესებს სხვების აზრი და თავისას აწובה და ძალიან მაგარი ტიპია, ძლიერი ქალი არის. ნიჭიერია, ენერგიულია და ჩემთვის ახლა გეუბნები მთელი ბავშვობა ლელა წურწუმია იყო ჩვენთვის და მოვიკითხოთ ძალიან შემაქო. ძალიან სასაცილო კომენტარები რამე გახსენდებათ? აი რაღაცა ისეთი. ძალიან განსხვავებული ან კონტექსტიდან ძალიან ამოვარდნილი. კი, არის ხოლმე ეგეთები. აი უფრო ამ ჩემწონაზე, ჩემ შემთხვევაში. ერთხელ დამწერა ვიღაცამ რა ლამაზად ბერდებიო. ეგ ვიღაცას აწყენინეს. ჩემისა არ ვიცი, აი არა მგონია რომ გულწრფელად თქვა რა კომპლიმენტად დაწერა მე მაინც ესე მგონია. საყვარელი ხარ. მითხარი ახლა ეს რაღაცა სულ მაქვს. აი სულ ვაწყდები მეც ჩემი კონტენტის კეთებისას, რომ როგორც კი საკვები შემოდის კონტენტში, ეგრევე ეხა რაღაცა ვიდეო ამოვიგდო დღეს შენი ჭადებს აცხობ სადღაც. ანუ მაგრამ ბევრი ნახვა ექნება სოციმედიაში რა. ნალიდან ჩამოვიტანე ჩემით რო იცოდეთ. ჩემით მოვზილე და მე დავწვე. ხო და ჩამეძინა ყარავლობის. აკა ყარავუშავს. შემდეგი გამოგივა. აჭად გემრიელი იყო. ხო და მაინტერესებს მართლა აი რაღაცა ეგ გათვლა გქონდათ ამ არხის შექმნის დროს თუ ეს მართლა არის შენი რაღაცა ამ ჯერთი ძალიან ორგანულად ხარ ამ კონტენტში რა, იმიტომ რომ საერთოდ მიხარე ეგრე საერთოდ თუ იყურება რაღაცის დეგუსტაციის და დაგემოვნების პროცესში მე მგონი ადამიანი არის ყველაზე
ბუნებრივი და აი რაღაცა გულწრფელი ხდება მაგ დროს, როცა ჭამს. იმიტომ რომ საერთოდ ჭამის დროს და მაგიდასთან შევა ყველაზე გულწრფელი ამბები და აი რამდენად ამართლებს, რამდენად გაამართლა და საერთოდ არის თუ არა ქართულ აი ამ YouTube სივრცეში გასტრონომია ისეთი რა მომგებიანი და წამყვანი თემა. ჩემი შემთხვევა რომ განვაზოგადოთ, ზოგადად კი ყველა ამბობს, რომ ჭამის კონტენტს კარგად მიაქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ვისურვებდი უფრო მეტ ნახვას და გამომწერს, არ ვიცი, ხა ესე ჩემთვის გაამართლა, იმიტომ რომ მიყვარს და თლად ისეთი არ არის, როგორცაც წარმოვიდგენდი, მაგრამ მაინც მომწონს ჩემი ვიდეოები და რასაც ვაკეთებ. თუმცა ხო გეუბნები უფრო მეტ ნახვას და გამომწერსაც ვისურვებდი. ეგ გათვლა არ ყოფილა, იმიტომ რომ როგორც ნინუცამ დაიწყო, მე ჯერ კიდევ ვმუშაობდი. და ჩემ პარტნიორთან ერთად ვფიქრობდი შაბათ კვირას რა შეიძლებოდა გადაგვეღო. გათვლა იყო ის, რომ გვინდოდა YouTube-ის დაწყება. რაღაც ორი ადამიანების უნარი გვინდოდა, რომ გაგვერთიანებინა. მე შემეძლო რაღაცა წაყვანა, პროდიუსინგი და ასე შემდეგ. და მას რაღაცა უფრო რეჟისორულ, ოპერატორულ, მემონტაჟის გამოცდილება ქონდა. გვინდოდა YouTube და რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რაც აი კიდე სამუშაოდ არ იქცეოდა რა, 5 დღე რომ მუშაობ კვირაში, ეხლა რამდენი დღე მუშაობ? ყოველ დღე? ანუ ღამეც მუშაობ ესე, რომ წარმოვიდგინოს უფიქროს, 2 დღე ჩაც ველაპარაკები, ალბათ დღეში 8 საათი რაღაცა ანალიტიკებს ვუგდებდი და ანუ ესე მიჭირს განსაზღვრა რა, თან სულ მუშაობ და თან არ მუშაობ. ხო, მაგრამ ალბათ თავარი მუღამი მაინც ეგ არის, რომ შენს ხელშია ეს ყველაფერი. ზოგადად ალბათ თავისუფლებას განიჭებს და ჩვენ ვინც რაღაც ასეთ სატელევიზიო სისტემებში ვისაც გვიმუშავია, ეგ ეთყობა ასაკსაც მოაქვს, ჩვენს თაობასაც მოაქვს, რაღაც სწორად აღნიშნე მილენიალებს რაღაცა ეგ იდეის გაწევა ძალიან ის გვაქვს რა. მართლა ეგრე მგონია. დამსაქმებელს, რომელიც არ იმსახურებს, თუდინა თქვა მიახ, დამსაქმებელი, გიხდი ხელფას შეიძლება მეორე დღეს არ იყო მასთან ერთად და ანუ ეგ უნდა გამოვირეცხოთ ტვინიდან რა. აი არ ხდება ეგრე ღალატი არ არის დაუშვათ იგივე, რაც შენ ახსენე ორგანიზაციიდან წამოსვლა, ხელფასის გაზრდის მოთხოვნა და ასე შემდეგ. ეგ უბედურება გვჭირს. კაი, ეხლა ბოლოსკენ რო წავიდეთ, მართლა მაინტერესებს, ბევრს შრომობთ, ისეთი working mom, რასაც ქვია და მეც ხანდახან ვერ ვიაზრებ, რანაირად ვასწრებ ამ ყველაფერს და როგორ ვახერხებ. და ჩემი თავი ძალიან მამაყობ და ხმამაღლა ვამბობ. და აი რა ხდება? აღნიშნეთ ან რომ ჩვენი შვილები მგონი ტოლები არიან ზუსტად. კი, ანას უმცროსი გოგოც 14 არის ჩემი. და აი რა ხდება მაგ ფრონტზე რა, როცა რაღაცა განსაკუთრებულად სხვანაირად ჭირდება მშობელი, რა გამოწვევები გაქვთ, ცოტა მშობლური წუწუნის მინდა, იმიტომ რომ ეგ ჩვენს მაყურებელს ძალიან აინტერესებს. მე მოვყვები მე და როგორი რაღაცა იცი, აი დედობაზე მენთება. აი კარგი დედა ვარ, ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება. ესა პასუხისგებ მე ერთადერთი რაც ყოველთვის მინდოდა, ვიცოდი რომ მინდოდა რომ ყოლოდა შვილი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი რომ გავაჩინე შვილი და მაგ დღის მერე სულ მაქეშ ფოთვა რომ აი მივეცი საკმარისი სითბო, მივეცი საკმარისი გაიგო, ვერ გაიგო, კარგი სულ ეგ მაგ რა ერთადერთი რაღაცა რაც აი სულ არ მაქვს სიმყარე, აი რამდენიც იმიტომ რომ არავის არ აქვს ეს ინსტრუქციები, არავის არ აქვს ეს კი 1000 წიგნი მაქვს და 1000 რჩევა მოსმენი, მაგრამ აი საქმეზე რომ მიდგება, რაც ვისწავლე არის ის რომ ჩემ აი სხეულს ვეძახი, ამას გულსაც აი სხეულს ვენდო რა, ხანდახან გრძნობ რა უნდა ვუთხრა და მგონია რომ გულწრფელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის ჩემ შულთან ურთიერთობისას. მარტივად ავუხსნა ყველაფერი რა ხდება ჩემში, რატომ მოვიქეცი ესე, რატო ვერ დაუთმედრო, რატომ ვმუშაობ ამდენს, რატომ არის ეს პროცესები, როგორ ვუყურებ მე, როგორ რომ ის თავისუფალია და შეუძლია, აი სულ ვცდილობ რომ მე რაც არ მქონდა, იმიტომ მე მაინც იმ გარემოში ვიყავი გაზრდილი, რომ მითხრეს რა და ვინ უნდა ყოფილიყავი და ბევრი წელი ამაში ვიცხოვრე, სხვა ადამიანების წარმოდგენები
როგორი იყო ჩემზე მე როგორი უნდა ყოფაი პრინცესავით გოგო ხარ და მაგაში მაცხობ ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია, იმიტომ მე ყოველთვის ვიცოდი, შეგნით ყოველთვის ყველა ადამიანმა იცის ვინ არის და რა არის. შესაბამისად, ჩემ შულს რაც ყველაზე მაგრა მინდა მივცე, რომ ეს იქონდეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც მე გონია რომ ჩამიხშეს ბევრი წლის წინ. და რასაც ვუყურებ ახლა, რომ გამომიტრიალდება და რა სითამამით და სილაღით შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება და მე ამისი ინგლისურ სიტყვას ვიტყვი pushing-ი და გატანა. აი მან ვჩნდები და ვწნარდები რომ ეს ის უნარია რომელიც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. ხო, ნინუცა, ერთ რამეს გეტყვი რომ ალბათ სიტყვებზე მეტად უბრალოდ გიყურებს რომ შენაკეთებ იმას რაც გინდა მოგწონს და უბრალოდ მაგალითად ხვდება და ძალიან ბევრ შრომობ და მე მგონი ყველა სიტყვაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. გოგოებთან რა ხდება? არის სირთულეები? საკუთარი მაგალითი, კი, ეგრე. სირთულეები არის გოგოებთან? არა, აღარ. ეს დავიწყდი. ხო, გაჯაიარეთ? კი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მაშა 17 წლის არის, მალე 18-ის გახდება, ტასო 15-ის გახდება მალე. უკვე ძალიან უმეგობრობთ. აი ეს შობლის და შვილის ურთიერთობის ზღვარი ნელ-ნელა იშლება, თუმცა მე არ ვარ იმის მომხრე, რომ შობელმა მეგობარი უნდა გახდეს მთლიანად და ჩაუნაცვლოს, მაგრამ რაღაცა ძალიან გულწრფელი, მარტივი და ლაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ოღონდ გამოვიარეთ კიდევ ერთხელ არ მინდა რომ ვინმე ეგონოს რომ ხო, საკმაოდ რთული პერიოდები და ხასიათები გამოვიარეთ, როცა მქონდათ ის მომენტი რომ ნაკლებს აზიარებდნენ და მე შეიცვლება? კი. ეგ მაინტერესებს ძალიან. ჯერ არაფერს არ გვიყვებით, ჩვენ არაფერს არ გვიყვებიან ჯერ. კი, ორივე უკვე ძალიან ბევრს აზიარებს, მაშო მიმებსაც მიგზავნის ხოლმე. ეგ არის რაც არის ხალხო, შვილი რო დაიწყებს შეთვის რილსების მიმების და ტიკტოკების ჩაგდებას. ესე იგი, კარგად არის ყველაფერი. კი, რა ხშირ შემთხვევაში მიმებიდან 50% ჩემ აკენწულას ეხება. არ არის ცუდი, თვითირონია ჩავთოთ ხალხო. კი, რომელიც ჩემ სახლში დამყარებულ სისუფთავეს უკავშირდება. აი ძალიან მეღადავებიან. ხო და ბიჭო, მე მგონი ჩამოყალიბდი, უბრალოდ არ ვაღიარებ ჩემ თავთან და სხვებთან, იმიტომ რომ სულ მეცინებოდა ეს ადამიანებზე, მაგრამ ასაკთან ერთად ხო იცი რაღაცები გვირთულდება და ალბათ მაგ მიმართულებით გავაფრინე. ხო და ნინუცა რასაც ამბობს, ეგ ყველა მშობელს აქვს ჩემი აზრით, მე ძალიან მძაფრად და დღემდე მაქვს. რომ აი ჯერ მახსენდება რა ტრამვებიც მივაყენე, ამ ასაკში რო ვიაზრებ, მაშინ ვერ ვფიქრობდი, თან ახალგაზრდა დედა ვიყავი და სულ მაქვს ეგ, რომ რა ვატკინე, რა დავაშავე მათი აღზრდის პერიოდში და ბევრია ესეთი, აი ძალიან ბევრია. მე რა ტრამვებიც მომაყენეს, ის გამოცდილებით, მე რა ცდილობ რომ შენ შულებს აღარ გადასცემ, მაგრამ ახლები ჩნდება, ანუ მაგის გარეშე ხო არ არსებობს, ანუ უნებრივია, თორე სიყვარული აქვს ცნობილი ოდიში და ის რომ აი სიტყვიერადაც მithქვამს და ვცდილობ რომ ვაგრძნობინო კიდეც, რომ რაც არ უნდა პრობლემის წინაშე დადგნენ, აი ესეც კი მithქვამს, რომ სულ რო ადამიანი შემოგაკვდეს, აი უარესი რა შეიძლება წარმოიდგინო, ხო, შენი შვილის ცხოვრებაში. იცოდე რომ აქ ვარ. გაუბრაზდები მეწყინება, შეიძლება გეჩხუბო, მაგრამ იცოდე რომ მიყვარ ხარ. აი არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ, შენს გვერდით ვარ. ერთი მაინტერესებს თუ განგიხილავს, თუ რაღაც ძალიან პირადული არ არის. შენ ძალიან ადრე გათხოვდი, ძალიან პატარა გათხოვდი და მაგ თემას თუ განიხილავ შენ გოგოებთან, რომ კი, სულ არ ქნათ მაგი, თუ რას ეუბნები? იცი არა. აი ესე არაფერზე არ ვეუბნები, ეგ არ ქნა, არ ვეუბნები, თუ რაღაცა ისეთი არ არის რა. სხვისი თავისუფლების შეგრძნება და ხო უკანონობა. სადამდე სხვის თავისუფლებას არ ზღუდავენ, იყვნენ თვითონ თავისუფლები. უბრალოდ ვცდილობ დავანახო ის სირთულეები, ის რაღაცები, რაც მოაკლდებათ, იგივე ნაბიჯის შემთხვევაში და ის რომ ცოტა უფრო თავისუფალი გახდა დღეს საზოგადოება და გათხოვების გარეშეც შეუძლიათ დატკბნენ და ისიამოვნონ ცხოვრებით. შეიძლება ნამდვილი ურთიერთობები იპოვნონ, ხო? კი, რა თქმა უნდა, გამოცდილება საჭიროა, ადრე ხო ესე არ ვუდგებოდით. ქალის შემთხვევაში საჭიროა გამოცდილება, ჩემი შვილებისთვისაც მithქვამს და ხმამაღლაც ვიტყვი, რომ ალბათ არ არის აუცილებელი პირველ შეყვარებულს გაყვეცო.
ამიტომ ძალიან მიხარია და სიამაყით განვაცხადებ ხა შენ პოდკასტში რომ მაშინ სასწავლებლად მიდის. ბრემენში გერმანიაში და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს კიდე სხვა გამოცდილება ნიმცას აქვს ეგ გამოცდილება საზღვარგარეთ სწავლის მიღების და სტუდენტობის საზღვარგარეთ გამოცდილების და მე არა და მგონია რომ რაღაც ბევრ რაღაცას შეიძლება მოვაკლდი და ბევრი რაღაც არ ვნახე. კარგი, ერთი კითხვაც ახლა კიდე უნდა დავამთავრო, მაგრამ აი თვითონ არის ეგ ტიპი რომ მაგას მიაღწია, შენ როგორც მშობელი როგორ უყურებ თუ შენ ძალიან ხელი შეუწყე და აფუშინგებდი? არა, მაგასაც არ ვაფუშინგებდი, იმიტომ რომ რაც არ უნდა მე ესე ვთვლიდე მგონია რომ თუ ადამიანი მოზარდი იმისთვის მზად არ არის რომ საზღვარგარეთ დამოუკიდებლად იცხოვროს და შენ დაფუშინგებ შეიძლება ძალიან სერიოზული ფსიქოემოციური სირთულეები და პრობლემები წარმოეშვას. ამიტომ მაგის მომხრე არ ვარ პირიქით უმცროსთან მithქვამს კიდეც რომ არ აქვს მნიშვნელობა მაშინ მიდის თუ არ მიდის შენი გადაწყვეტილებაა წახვალ თუ არ წახვალ, იმიტომ რომ ტასოს უფრო აქვს ეს სახლისადმი მიჯაჭულობა და მაშოს მიზანი და მისი იყო TikTok-ზე უყურებდა ვიდეოებს, სადაც ოჯახთან ერთად ბავშვები ხსნიდნენ მეილებს, რომ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში. და მიგზავნი. იჯდები მაგ ვიდეოებს და ძალიან მიყვარს. გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან მესიამოვნა და ძალიან გულშემატკივრობთ და თუ არა გაქვთ გამოწერილი ნინუცას ჩენელი და რეჰანი ახლავე გამოიწერეთ. და ისე რა ქვია, წიგნი უნდა გაჩუქოთ. მაგარია. ის არის დეკორაცია კი არ არის. მაგარია. 5 წიგნი გვაქვს ამჯერად ეხა არჩევანში და რომელიც გინდათ, ყველა რესპონდენტს შევქნით. ნინუც. აი ეს არ მაქვს მე. ესეც მაქვს აზროვნების აკადემია ემოცია. აკეთაც ბატონო. მე მაქვს თემურ ბაბლუანი და არა ვიღებ და მაგრამ ყაშოს ინგლისურად წავიღებ weathering heights-ი. ამას ავიღებ მე. შვენიერი წიგნებიც ჩამოვარიგეთ. ძალიან დიდი მადლობა გოგოებს. თქვენც მადლობა რომ გვიყურეთ. არ დაგავიწყდეთ რომ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება, დაგვიწეროთ კომენტარები, მათ შორის კრიტიკაც და ასევე ვისისურვებდით და რა ტიპის შინაარს ისურვებდით. გემშვიდობებით. იმედია ამ ეპიზოდს ბევრი ნახვა ექნება. მინდა რომ გადაუგზავნეთ ერთმანეთს.